მე დავწერ ჩემს ტრაგიკულ ისტორიას, რომელმაც ცხოვრება დავიმახინჯა. ეხლა ვარ 40 წლის, გაუთხოვარი. 8 წლის ასაკში ჩემმა მამიდაშვილმა 4-ჯერ იწალა და ჩემზე. საშინლად მაწამებდა. თან მაშინებდა თუ ვიტყოდი მომკლავდა, დედას მომიკლავდა და თან მაინც არავინ დაგიჯერებსო. ასევე მაძალებდა так, თავს იკავებს დეტალების მოყოლისგან. მთელი ცხოვრება ჩავიმარხე, შემცისხდა როგორც კაცი, საერთოდ ვერავისთან ვერ ვაგრძელებდი ურთიერთობას. ასევე მამაჩემი, რადგან მამის დიშვილი იყო და მამამ დღემდე არაფერი არ იცის. უნდა ისწავლებოდეს კი არა. აუცილებელიც უნდა იყოს, დედა ვალდებულია შვილს აუხსნას. თუ ვინმე შეეხება, უნდა უთხრას, ეს არ ნიშნავს სექსუალურ განათლებას აძლევს, ეს ნიშნავს, რომ თავის თავს იცავს და აქვს იმედი. ანუ დედის რომ რაც არ უნდა მოხდეს, მის გვერდით იქნება. გარყვნილება და ცოდვა ის კი არაა, რომ უნდა აუხსნათ, არამედ ის, რაც უკვე მოხდება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი გამომწერის კომენტარი, საჯაროდ დაწერა, ამიტომ თავისუფლება მივეცი, რომ თქვენც გაგიზიაროთ. გნებავთ სქესობრივი განათლება დავარქვათ ამას. გნებავთ გულახდელი საუბრები დავარქვათ. გნებავთ უბრალოდ ურთიერთობა დავარქვათ. ფაქტია, რომ აი ამ ადამიანს რომ ჰქონოდა მხარდაჭერა ბავშვობაში, მას რომ ჰქონოდა თავისუფლება, თავის მშობლებთან საუბრის, რომ ჰქონოდა მეტი ინფორმაცია თუ როგორ შეიძლებოდა ამ საკითხებთან გამკლავების, ბევრად უფრო ბედნიერი იქნებოდა დღეს. ნახეთ ეს ეპიზოდი, მოусმინეთ და შემდეგ გააკეთეთ დასკვნები. თუ გამოწერილი არ გაქვთ ჩვენი გვერდი, თუ გამოიწერთ, კარგი იქნება. გაიგებთ, რა არის სქესობრივი განათლება, რას მოიცავს ის და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. და თუ გინდათ, მე სხვა სახელი დავარქვათ.